ნაფიცმა მსაჯულებმა 57 და 66 წლის მამაკაცები დამნაშავედ ცნეს სოფელ სხუდერში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე. ვერდიქტი გორის სასამართლომ გამოაცხადა. ემზარდა ელგუჯამედოშვილებს ბრალადედებად 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობა. დამამძიმებელ გარემოებაში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და საკითხის გადასაწყვეტად ნაფიცი მსაჯულები მოითხოვეს. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულებს 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ სხუდარში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ.